მოგესალმებით ბატონო მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. პირველ რიგში მოდით დღევანდელი კომისიის შეხვედრაზე გვითხრათ, ან უпростоრად რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ შეხვედრის შემდეგ, რამდენად გაჩნდა სურათი ან მოლოდინი ამ შეხვედრის შემდეგ, რომ ბიზნესმა შეიძლება მაგალითად ფასების რეგულაციასთან დაკავშირებით ითანამშრომლოს. კი ბატონო, დიდი მადლობა უპირველეს ყოვლისა ამ თემით დაინტერესებისთვის. მოგესალმებით, თქვენს მაყურებელს მივესალმები და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაზე ვსაუბრობთ. არა როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს, არამედ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს შემიძლია ამის თქმა თავისუფლად, რომ ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა ბოლო ხანებში, იმიტომ რომ რეალურად ეს არის მთავარი პრობლემა, რაც შეიძლება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის იყოს. საზრუნავიც, მნიშვნელოვანიც ბუნებრივია ამას ეხმიანება და ამაზეა ორიენტირებული, ზუსტად აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ამ მიმართულებით უნდა ვთქვა, რომ ვფიქრობ, რომ ძალიან სასარგებლო იყო ეს შეხვედრა პირველ რიგში, ვინაიდან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დეტალის თქმის შესაძლებლობა გაჩნდა რეალურად ამ ფორმატში და ვფიქრობ, რომ შემდგომი შეხვედრები იქნება კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის მაჩვენებელი, როგორ შეიძლება რეალურად რომ გადაიჭრას პრობლემა, რომელზედაც ვსაუბრობთ. პრობლემა რომ არსებობს, აი ესე თქვა, მთავარი სათქმელი ეს დაფიქსირდა დღევანდელ შეხვედრაზე, რომ პრობლემა ფაქტია რომ არსებობს. იმიტომ რომ ჩვენ ვადევნებთ თვალს, რომ მაგალითად ერთი და იგივე პროდუქტი შეიძლება აღმოჩნდეს, რომ სხვადასხვა ფასით, აი სხვადასხვა პრინციპით იმართება სხვადასხვა ქვეყანაში და ამის მიხედვით შეიძლება ჭარბი ფასნამატი ფიქსირდებოდეს მოცემულ შემთხვევაში ადგილობრივ ბაზარზე. რა თქმა უნდა, თქვენ შენიშნეთ ეს და აბსოლუტურად მართებულად შენიშნეთ ის, რაც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა სავსებით მართებულად, რომ მთავარი ფუნდამენტური საბაზისო პრინციპი, რა თქმა უნდა, არის ერთის მხრივ ბიზნესის თავისუფლება, ეს ერთმნიშვნელოვნად ეს ასეა, მაგრამ ჩვენ ცივილიზებული სამყარო ვართ და ბუნებრივია ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გვაქვს უფლებებიც, გვაქვს მოვალეობებიც, რომ ანგარიში გავუწიოთ სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან ინტერესს, ამ შემთხვევაში სოციალურ ფაქტორს. აი ამ სოციალური ფაქტორით არის განპირობებული ჩვენი მცდელობაც, რომ რაღაცნაირად დარეგულირდეს და სამართლიანი ზომიერი იყოს ის ფასები, რომელიც ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის. ვფიქრობ, რომ აი ამ შეხვედრებზე წინასწარ რა თქმა უნდა გამიჭირდება თქმა, რომ დღეს მაგალითად ერთ კონკრეტულ ნაწილს შევხვდით ადამიანებისა, რომელსაც მნიშვნელოვანი სიტყვა ეთქმის ამ სექტორში. მაგრამ ბუნებრივია, რომ თქვენც აღნიშნეთ ეს, რომ ეს გაგრძელდება და გაგრძელდება ვისაუბრებთ სხვასთანაც, სხვა სექტორებთან და აქედან გამომდინარე გამოჩნდება შესაძლებლობა, აუცილებლად გამოჩნდება ეს შესაძლებლობა. მე ვფიქრობ, რომელიც დაგვანახებს თუ სად შეიძლება რეალურად განვითარება, რომელიც რეალურად შესაძლებელს გახდის, რომ ერთის მხრივ ეს ფუნდამენტური პრინციპი რაც არის, რომ ბიზნესის თავისუფლება იყოს ხელშეუხებელი და მეორეს მხრივ არანაკლებ მნიშვნელოვანი ფუნქცია, არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანა, რომ საზოგადოებისთვის მეტი ხელმისაწვდომობა იყოს სასიცოცხლო მნიშვნელოვან პროდუქტებზე უზრუნველყოფილი, ესეც მიღწევადი იქნება. საუკეთესო დაბალანსების წყარო და მეთოდი რეალურად გამონახვის ამის კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობა არსებობს. აი, როდესაც საუბრობთ ბიზნესისა და აი ხელისუფლების ურთიერთობაზე, თქვენ კი რამდენჯერმე აღნიშნეთ პრემიერმა საუბარში, თავის საუბარში განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ამაზე, რომ მნიშვნელოვანია თავისუფლება, რომელიც ამ სექტორისთვის და ამ მიმართულებისთვის ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ამ თავისუფლების კონტექსტში კითხავთ, ანუ ურთიერთობა რო აეწყოს, რომ მოხდეს შეთანხმება ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელობის საკითხზე, როგორც არის ფასები, რომელიც პირველ რიგში მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ამოდის, აი, უნდა იყოს ალბათ შემხედრი ნაბიჯიც. ხო, აი, რას თავაზობს სახელმწიფო ბიზნეს მაგალითად ამ მიმართულებით, რომ ეს უფრო მეტად საინტერესო იყოს ბიზნესისთვის, რომ ამ შემთხვევაში შემხედრი ნაბიჯი გადმოდგას. არის ასეთი რაიმე წინადადება? ნუ მოკლედ აქაც ეს ტრივიალური ჭეშმარიტება უნდა ვთქვათ, რომ იმისთვის რომ სწორად გადავჭრათ პრობლემა, ამისთვის აუცილებელია სწორი დიაგნოზის დასმა. აი ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი კონსტრუქციული ფორმატებისა და პლატფორმების შექმნა, სადაც გვექნება შესაძლებლობა გახსნილად, გულახდილად ვისაუბროთ პრობლემის შესახებ და შესაბამისად ვეძებოთ გზები, რომელიც იქნება საუკეთესო ბალანსის შემქმნელი ამ შემთხვევაში ამ ორ სხვადასხვა ინტერესს შორის. გასაგებია, რომ ბიზნეს ინტერესი აქვს, რაც შეიძლება მეტი მოგების მიღებისა, მეორეს მხრივ ჩვენი ამოცანაა ბუნებრივია ისიც, რომ ეს ლეგიტიმური უფლება იყოს
ბუნებრივია თავის ადგილას დაცული უზრუნველყოფილი, მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ამის დაბალანსება აუცილებელია. დაბალანსება იმით, რასაც ქვია, რა თქმა უნდა, სოციალური მიდგომების გათვალისწინება, მხედველობაში მიღება ბიზნესის მხრიდან. ამიტომ მე ვფიქრობ, ფორმატი, რომელიც არის შექმნილი, სადაც შეგვიძლია ღიად ვისაუბროთ ამ პრობლემებზე, რომელიც არსებობს, რა გამოწვევები არსებობს, სამომავლო ხედვა როგორია, ასე ვთქვათ, გრძელვადიანი და მოკლევადიანი პერსპექტივების საკითხის გადაჭრისა, ყველაფერი ეს თავს მოიყრის, რა თქმა უნდა, იმ მაგიდასთან, სადაც ჩვენ ვისხედით და ბუნებრივია, რომ ეს გადაჭრის შესაძლებლობებიც ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთება. ვფიქრობ, რომ აი ამ თვალსაზრისით აბსოლუტურად სწორ გზას ადგას რეალურად ჩვენი მუშაობა, ეს სამთავრობო კომისია და ვფიქრობ, რომ ძალიან მალე, როგორც თქვა ეს მაგალითად გუშინდელ შეხვედრაზე, რომ საორიენტაციოდ ჩვენ გვაქვს გეგმა აღებული ასე, რომ დაახლოებით აპრილის ბოლოსთვის გარკვეული კონტურები, ასე ვთქვათ, და შტრიხები გამოკვეთილი იქნება, რომელიც მიგვანიშნებს თუ როგორ უნდა წარიმართოს შემდგომში ეს პროცესები, საიმისოთ, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაქსიმალურად ეფექტური ბალანსის შესაძლებლობა გაჩნდეს. ერთის მხრივ იყოს, რაც შეიძლება ხელმისაწვდომი პროდუქტები და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, რჩებოდეს დიაპაზონი სივრცე ბიზნესისთვის, რომ თავისუფლად ოპერირების გზით მათ შეძლონ საკუთარი ინტერესების, ლეგიტიმური ინტერესების დაკმაყოფილება. ეს არის ალბათ მთავარი ამოცანა და ამ კუთხით კიდევ ვიმეორებ, რომ აი დღევანდელი შეხვედრაც ამის დასტური იყო, რომ სხვადასხვა კონტროვერსიული მოსაზრებებიც გამოითქვა სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად რაც დადასტურდა, ასე ვთქვათ, რომ გარკვეული პრობლემა არის, პრობლემას აუცილებლად ჭირდება სწორად დიაგნოსტირება და სწორად დიაგნოსტირების შემდეგ ბუნებრივია გარკვეული გადაჭრის გზების შემუშავებაც. ეს გზებიც არსებობს, ბუნებრივია აპრობირებული სტანდარტული, არასტანდარტული გადაწყვეტილება შეიძლება ამას მოეძებნოს ყველაფერს. აი, სურსათის გარდა კომისია მედიკამენტების ფასებისა და საწვავის ფასების რეგულაციაზეც უნდა იმუშაოს. მედიკამენტზე ვისაუბრებ თქვენთან, ამ საკითხზე სხვადასხვა გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე, დადგინდა ფასდამატის ზედაზღვარი და ასე შემდეგ, მაგრამ ეს საკითხი ისევ რჩება დღის წესრიგში და სამთავრობო კომისია, როგორც აღნიშნე, ამ ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს. კომისიის წევრი ხართ თქვენ, სანამ გეგმებზე გვიამბობდეთ, რომ გითხრათ, რა სასტარტო პირობებით იწყებს კომისია მუშაობას ამ თემაზე. კი ბატონო, დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ესეც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მე ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მეტად აქტუალური საკითხია, რაც საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის საგანია. ამიტომ ბუნებრივია ჩვენი მონდომებაც და მცდელობაც იქნება განსაკუთრებულად ინტენსიური, ასე ვთქვათ. ჩვენ მიხარია ჯერ ერთი, რომ ეს გამოიყო ცალკე და შესაბამისად ცალკე გვექნება მომდევნო კვირაში შეხვედრების შესაძლებლობა, რომლის დაგეგმვასაც უკვე დავიწყებთ და შევხვდებით ყველა იმ პირს და აქტორს, ასე ვთქვათ, რომელსაც გარკვეული მოთამაშე, გარკვეული როლი აქვს, ასე ვთქვათ, ამ ბაზარზე, მიწოდების ამ ჯაჭვში და შესაბამისად ვფიქრობთ, რომ იქაც დაახლოებით იგივე პარადიგმებით იქნება ბუნებრივია ფიქრი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არის შესაძლებელი, რომ რაღაც გარკვეული ძვრები გაუმჯობესებისკენ არსებობდეს. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ აქ მოცემულობა ოდნავ სპეციფიკურია, სპეციფიკური იმ თვალსაზრისით, რომ მოგეხსენებათ ამ დრომდეც აი 7000 მედიკამენტია დაახლოებით, რომელსაც მოქმედებს ეგრეთ წოდებული და უკვე კარგად საზოგადოებისთვის ცნობილი რეფერენტული ფასების პოლიტიკა. ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეულ მედიკამენტებზე, რომელიც არის მართლაც სიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოსახლეობისთვის, იმ მედიკამენტებზე დღეს უკვე რეგულირებულია ეს ფასები. თუმცა ჩვენ უნდა ვიფიქროთ ბუნებრივია გარკვეული თვალსაზრისით გაფართოებაზე, გარკვეული შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე. ბუნებრივია, რომ სადაც არსებობს შესაძლებლობა, რომ მოსახლეობისთვის უკეთესი გაკეთდეს, ყველგან ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომ ეს ვნახოთ ეს შესაძლებლობა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ გადაიდგას ნაბიჯები იმისთვის, რომ საუკეთესო ბალანსი მივიღოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ინტერესებს შორის. ჩვენთვის ბუნებრივია, რომ პრიორიტეტი გახლავთ აი ის ორი საკითხი ამ შემთხვევაში პაციენტის უფლება, მომხმარებლის უფლება, რომელიც მოითხოვს მედიკამენტს და მეორეს მხრივ ბუნებრივია, რომ რჩებოდეს შესაძლებლობა, რომ ბიზნესმა თავისუფლად შეძლოს ოპერირება. თავისუფლად ნიშნავს იმას, რომ მას ჰქონდეს მოგების შესაძლებლობაც ყველაფერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურად გაუმართლებელი და არათანაზომიერი იყოს ამ შემთხვევაში ცალკეულ პროდუქტებზე დაწესებული ფასდამატები და ასე შემდეგ. აი ეს არის ჩვენი მცდელობის მთავარი კვინტესენცია, ასე შეიძლება ითქვას. კი ბატონო, რადგან ამ პროცესის დასაწყისში ვართ, შესაბამისად უფრო და უფრო მეტ ინფორმაციას მივიღებთ შემდეგ უკვე მომდევნო სხდომები, როცა გაიმართება და როგორც თქვენ ამბობთ, უფრო და უფრო გამოიკვეთება სურათი. ახლა ჩვენ ყველაზე აქტიურ პერიოდში ვიმყოფებით, როდესაც ვირუსები არის, ასე ვთქვათ, პიკში. ამ თვეშიც სავარაუდოდ ერთ-ერთი, ესე ვთქვათ, გამოწვევებით სავსე თვე იქნება ვირუსების თვალსაზრისით და აი ამ მიმართულებით რო
გითხრათ ჯერ ერთი პროგნოზი, მონაცემები და მზაობა ჯანდაცვის სექტორის. ეს ტრადიციული ამბავი არაფერი მოულოდნელი და უცნაური არ ხდება იმაში, რომ ზამთრის სეზონზე მატულობს გრიპის გავრცელება, ეს ბუნებრივი პროცესია. მინდა საზოგადოება დავარწმუნო, აქ ხშირია ხოლმე სხვათა შორის ესე არაერთგვაროვანი განცხადებები და ასე შემდეგ, რომელიც ტრიალებს ხოლმე და ხშირად ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ეს გარკვეულ პანიკასაც იწვევდეს. მოკლედ უნდა ვთქვა, რომ მაგალითად წინა წლებთან შედარებით აბსოლუტურად არაფერი არანორმალური არ ხდება. აბსოლუტურად ჩვეულებრივ ნორმაშია ყველა მაჩვენებელი, ის რომ ზამთარში, მაგალითად იანვარში, დეკემბერში, თებერვალში მოსალოდნელია გრიპის გავრცელების გაზრდა, ასე ვთქვათ, მაჩვენებლების, ეს აბსოლუტურად ნორმალური და ბუნებრივი პროცესია. ჩვენ ბუნებრივია, რომ აბსოლუტურად სკრუპულოზურად ვაკვირდებით და განსაკუთრებულად ვუყურებთ, რა თქმა უნდა, მონაცემებს, რომელიც მაგალითად ვადარებთ სხვა ქვეყნებში ამ დაავადების გავრცელებას, იგივე ან ინფექციების გავრცელებას, არ მაგალითად არ ვიცი, თუნდაც მოწინა წლებთან შედარებით როგორია და თურქები და ბუნებრივია, რომ ეს აბსოლუტურად კონტროლს ექვემდებარება. არაფერი არ გვაქვს დღეს ნორმიდან ამოვარდნილი და არასტანდარტული და იმავდროულად არაფერი მოასწავებს, რომ შეიძლება ისეთი რამე მოხდეს, რომელიც თქვათ ზედმეტ დატვირთვას გამოიწვევს სექტორისთვის და ასე შემდეგ. აბსოლუტურად არაფერი ამას არ მოასწავებს, რეალურად მთელი სისტემა მედიკამენტების ბაზრით დაწყებული, დამთავრებული მაგალითად ჰოსპიტალურ სექტორში არსებული საწოლების რაოდენობით რეალურად აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ გამოწვევას გაუძლოს. ამიტომ ეს გამოწვევა, რომელიც სტანდარტულად ყოველთვის არსებობს, ყოველთვის ყველა სეზონზე, ზამთრის სეზონზე, ბუნებრივია, რომ სტანდარტულად არის წელსაც და შესაბამისად ამისთვის სექტორი თავიდან ბოლომდე მზად გახლავთ. ამიტომ მინდა დავამშვიდო მოსახლეობა, რომ რეალურად მდგომარეობა ასეთია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კიდევ ერთხელ არ ვისარგებლო შესაძლებლობით და არ მოუწოდო ყველას, რომ ის სტანდარტული წესები, რომელიც არსებობს გრიპის გავრცელებისგან თავის დასაცავად, ასე ვთქვათ, ბუნებრივია, რომ აქაც აქტუალურია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის მაგალითად ჰიგიენის ელემენტარული ნორმების დაცვა, როგორც არის ხელის დაბანიდან დაწყებული, ისე იმავდროულად ბუნებრივია ხალხმრავალ ადგილებში მაგალითად ხშირად სიარულისგან თავის შეკავება. ეს არის აცრა ისევ და ისევ, რომელიც კვლავაც შეიძლება აქტუალური იყოს ვინმესთვის და ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც აწი გადაწყვეტს აცრის მიღებას, ბუნებრივია აცრის გაკეთებას, ბუნებრივია მათთვის ეს იქნება დამატებით დამცავი შესაძლებლობა იანვრის და თებერვლის, იგივე მარტის მდგომარეობით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს საშუალებები ყველაფერი თავის ადგილას არის, ყველა მარაგი მომარაგებულია, მედიკამენტები არის, საწოლფონდი არის, თუმცა რა თქმა უნდა, ყველას ურჩევ, რომ მაქსიმალურად თავი დაიცვან გრიპის ვირუსისგან. კი ბატონო, მოდით ვისარგებლებ შემთხვევით და რადგან დრო გვაქვს, კიდევ რეფორმებსაც შევეხებთ, რომელსაც თქვენი სამინისტრო რამდენიმე მიმართულებით ატარებს. აი ამჯერად მაგალითად ფსიქოტროპული მედიკამენტების რეფორმაზე მინდა გკითხოთ, რომლის ფარგლებშიც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტს ახლა სახელმწიფო ახორციელებს და პრეპარატები საკმაოდ გაიართ. აი ამ ეტაპზე შეგვიძლია თქვათ თუ არა გაამართლა თუ არა რეფორმა, მან რამდენად გაამართლა მან? კი, სხვათა შორის ეს ერთ-ერთი აი თქვენს რო კითხვა დასვით, მანამდე რომ იკითხეთ როგორ შეხვდება სექტორი, ასე ვთქვათ, თვითონ ფარმაცევტული ბაზარი, ვთქვათ, აი ამ თუნდაც დამდგმელ რეფორმებს, ალბათ ესეც ერთ-ერთი სპეციფიკური ნაწილია, სხვათა შორის სპეციფიკური იყო თვითონ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტებზე არსებული რეგულაციებიც და რეჟიმიც, ეს აბსოლუტურად ნორმალურია, ყველა ქვეყანაში ასეა, მაგრამ რეფორმამ, რომელიც წამოიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რაც თავიდან თქვა და რაც ივარაუდა, რომ რეალურად ადგილი ჰქონდა ბევრი მიმართულებით, ასე ვთქვათ, არასწორ პრაქტიკებს და მათ შორის ეს იყო იგივე ფასნავათებთან დაკავშირებული, ბუნებრივია რეფორმამ აბსოლუტურად გაამართლა. იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ ცალკეული მედიკამენტები, რომელიც რეალურად ადამიანებს, ვისაც ეს სჭირდებოდათ, მათთვის რაც ღირდა მაგალითად დაახლოებით აი ზოგიერთი მედიკამენტი, ვთქვათ, 1200 ლარი, ის გახდა დაახლოებით 100 ლარი. ანუ ზოგიერთი მედიკამენტის ფასი შემცირდა დაახლოებით 12 ჯერ. ეს ნიშნავს იმას, ბუნებრივია, რომ აქ ერთმნიშვნელოვნად უსამართლო და არასწორ რეგულაციებთან ჰქონდა საქმე, რომელიც დღეს გასწორებულია და აბსოლუტურად სწორ კალაპოტშია ჩაყენებული. მეორე გამოწვევა, რომელიც უკავშირდება ავადმოხმარების პრაქტიკებს, ეს უკვე ფასებთან აღარ არის კავშირი, ეს არის უბრალოდ კავშირში, ეს უბრალოდ არის უკვე მანკიერ პრაქტიკებთან. ამასაც ბუნებრივია, რომ თვალს ვადევნებთ, ამას ვუყურებთ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით მოუწოდო ყველას, ვისაც ამ მედიკამენტთან შეხება აქვს. რასაკვირველია, სახელმწიფო ვერ შეეგუება, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეეგუება ასეთი მედიკამენტების
არასწორი არადანიშნულებისამებრ გამოყენებას აქედან გამომდინარე ყველას მინდა მოუწოდო, ყველას მინდა ვთხოვო იმავდროულად, ყველა მინდა გავაფრთხილოთ, ვისაც ეს სჭირდება, რომ თავი შეიკავონ ნებისმიერი არასწორი, არამართლზომიერი ქმედებისგან. მერწმუნეთ, რომ სამწუხაროდ მიწევს ამაზე საუბარი და უნდა მერწმუნოთ, რომ არც ერთი ასეთი შემთხვევა ავადმოხმარების არასწორი გამოყენებისა არ დარჩება შესაბამისი პასუხის გარეშე, ასე შემიძლია ვთქვა. განსაკუთრებით ეს მინდა ვთხოვო ექიმებს, რა თქმა უნდა, რომელსაც აქვთ მაგალითად რეცეპტის გამოწერის უფლებამოსილება. აქ არც ერთ შემთხვევაში გადაცნობები არ უნდა იქნეს დაშვებული. ეს არაერთხელ მithქვამს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. თუ იქნება გარკვეული გადაცნობები გამოვლენილი და სამწუხაროდ შეიძლება ასეთი არსებობდეს, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია ჩვენ მოგვიწევს რეაგირება. ჩვენი ამოცანაა, რომ მედიკამენტი კონდეს იმას, ვისაც ეს სჭირდება და არ არსებობდეს პრაქტიკები და მაქსიმალურად იყოს შეზღუდული შესაძლებლობა, რომ ვინმე არასწორად, არადანიშნულებისამებრ ავად მოიხმაროს რომელიმე მედიკამენტი და მეორეს მხრივ ბუნებრივია ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ის ვისაც სჭირდება, მისთვის ეს უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ამიტომ ბუნებრივია, რომ ამაზე დაკვირვებას გავაგრძელებთ და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ რაც შეიძლება სწორი, ნორმალური პრაქტიკა არსებობდეს თითოეულ ასეთ მედიკამენტთან დაკავშირებით. ასე გაგრძელდება ბუნებრივია მომავალში. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს. მადლობთ.